სრულიად საქართველოს ქართველებს ემიგრაციასა და საქართველოში მოგმართავთ ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტის სახელით ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება მამულიშვილო როგორც მოღალატეობრივი უზურპირებული ხელისუფლება მოღალატეობრივი გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში არსებული ყველა პარტია ორგანიზაციები ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კომიტეტი ყველა დუმილით ხდება გუშინ სირიის ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სირიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას როგორც დამოუკიდებელი ერთეული ისე მიიღო რაც არის საერთაშორისო სამართლის საფუძვლების არნახული დარღვევა და ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა ჩვენ ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტი აუცილებლად დავიწყებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობას რათა სირიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მოექცეს სანქციების ქვეშ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირად საქმეებში ჩარევის გამო და არათუ მარტო ეს არამედ აფხაზეთში არა მარტო უცხოტომელთა ექსპანსია დემოგრაფიული ექსპანსია გრძელდება საქართველოში არამედ აფხაზეთში მიმდინარეობს 50000 სომეხის ყარაბახის რეგიონიდან ჩასახლება რომელიც აფხაზეთის ჩვენი ისტორიული მიწების შესყიდვა მიმდინარეობს სომხების მაფიოზური კლანების მიერ აფხაზეთში და რეალურად მიმდინარეობს აფხაზეთის რბილი ოკუპაცია სადაც 50000 სომეხის ჩასახლება იგეგმება ამიტომ მოგმართავთ სრულ ქართველებს საქართველოსა და ემიგრაციაში მუშა მოსამსახურეებს შემოუერთდით ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარ კომიტეტს რათა დავიბრუნოთ სუვერენიტეტი ქართველი ერისა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ქართულ სახელმწიფოებრიობას დაუბრუნოთ სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობის სუვერენიტეტი ერთად გამოვიყვანოთ ეკონომიკური პოლიტიკური სტაგნაციიდან ქართულ